სანამ გამოძიება იყო და ხაზარაძის პარტია სიცრუეში თავად ყოფილმა თანაპარტიელმა ამხილა. კარა ორუჯევი, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, ამბობს, რომ გადაწყვეტილება ლელოს ურეიტინგობისა და მიუღებელი პოლიტიკის გამო მიიღო. ორუჯევი ზეწოლა დაშინების ბრალდებებსაც უარყოფს და ლელოს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერსაც უკანონოს და დამახინჯებულს უწოდებს. ის ადამიანი არ ვარ, რომ ვინმე ჩემზე ზეწოლა მოახდინოს. არანაირი ზეწოლა და მუქარები არ ყოფილა. მე ჩემინებით დავტოვე პარტია, რადგან ჩემი მოსაზრებები არ ემთხვეოდა პარტიის ხელმძღვანელობისას. არ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა იმ არჩევნებში, სადაც ვერ მივიღებდი მოსალოდნელ შედეგს. არ მსურდა სამარცხვინოდ წაგება, ამიტომ მოვხსენი კანდიდატურა. ამასთან მე წინასწარ ვთქვი, რომ წინა არჩევნებისას იყო დაშვებული შეცდომები და ვთქვი, რომ იგივე შეცდომების განმეორებისას დავტოვებდი პარტიას. პროკურატურამ კი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლელოს თბილისის მერობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და ლელოს წევრების დაშინების მტკიცებულებად ფარული აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა. საგამოძიებო უწყებამ ჩანაწერში ფიგურანტი ორივე პირი გამოკითხვაზე იმავე დღეს დაიბარა, თუმცა კარა ორუჯევისაგან განსხვავებით ზურა სხირტლაძე უწყებაში არ გამოცხადდა. სხირტლაძე მედიისთვისაც მიუწვდომელია. კარა ორუჯევი კი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერის ავტორი სწორედ ის არის. ეს იყო პირადი საუბარი, ვისთანაც ვსაუბრობ დიდი ხანია ვიცნობ. მისგან ასეთ საქციელს არ ველოდი. მან უკანონოდ ჩაიწერა ეს საუბარი და ჩანაწერის ჩემი ხმის ფალსიფიცირება მოახდინა. გამოქვეყნებული საუბრის შინაარსის სიმართლეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ მათ ეს პარტია ლელოს ქვემო ქართლის თავმჯდომარესთან ერთად გააკეთეს ალიბის მოსაპოვებლად. თითქოს ლელოს კანდიდატები პარტიიდან არა საკუთარი ნებით, არამედ ზეწოლის გამო მიდიან. ყოფილი თანაგუნდელისათვის ლელოდან დღეს აღარავის უპასუხია, თუმცა ლელოსათვის სათქმელი დღეს მართლ გუნდს ჰქონდა. ქართულ ოცნებაში მათი ქცევა მარცხის გადაფარვის და საკუთარი სისუსტის სხვისთვის გადაბრალების მცდელობა შეფასდა. ლელო არის თაღლითების პარტია, ადამიანების, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური კარიერის გაკეთება სცადეს ტყუილებზე, საზოგადოების მოტყუებას. ლელომ და გახარიამ რაღაცა ამ ფასადური ერთობით საქართველოს ფაქტობრივად ნახევარი ვერ დააკომპლექტეს მერობის კანდიდატები და მაჟორიტარობის კანდიდატები. ეს რაზე მეტყველებს, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში, არ სურთ, რომ იყვნენ ასოცირებულები ამ პარტიებთან. კარა ორუჯევი პირველი არ ყოფილა, მანამდე კანდიდატურა ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა მოხსნა და ზეწოლა შანტაჟზე პარტიის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები მანაც თავადვე უღარყო. ამიტომ მარცხისთვის განწირული ოპოზიციის მცდელობები მართლ გუნდს აღარ უგვირს. ჟერათ, რომ ტყუილზე აგებული მათი კამპანიის პოლიტიკური შედეგი 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოჩნდება.